სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს არა დიპლომატიური, არამედ თუნდაც ელემენტარული ეთიკური სტანდარტი ამ ყველაფერს აქვს ხაზი გადასმული. ძალიან სამწუხარო არის, რომ შესაძაც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ასე ვთქვათ, წევრი თუ არ ვიცი, რომელიმე თანამდებობის პირი ვერ იაზრებდეს იმას, რომ ამდაგვარი ქმედებით პირდაპირ ხდება არა თუ წახალისება, არამედ ქმედებაზე გადასვლისთვის მოწოდება, რომ საქართველოში იყოს არეულობა. ძალიან რთული გასაგები არის, ისი თქმა უნდა. მაგრამ რაღაც პატარა დავიჭირეთ, ხო? და ის გახსოვთ, ქართული გამოთქმა რო არის, მოყვარეს პირში უზრახეო. მაგის შინაარსი რა არის? რას ნიშნავს გესმით? როცა ხედავ, რომ მოყვარე არასწორად იქცევა, ჯობია მიუთითო. და აი ამას ესენი მტრობას ეძახიან.